დღეს ვაკეთებთ შავი ფერის ჩამორეცხვას, ჯერ მოგეყობით თმის ისტორიას, ანუ 8 თვის წინ გქონდა ამ თმაზე ბიოდახვევა, შემდეგ მობეზრდა მომხმარებელს, ხედავთ კიდეც ნაკვალებს, გავასწორეთ კერატინით და დღეს გვინდა რომ მივიღოთ ჟღალი მიმართულება. აი, ეს ფერი გვინდა, რომ ჩამორეცხვის მერე მივიღოთ. გამოვიყენებ ჩამოსარეცხვის საშუალებას. სხვათა შორის სტილისტებისთვის ვიტყვი, რომ შემოვიდა ახალი ჩამოსარეცხვის საშუალება. ჩვენ გვქონდა კოლოროფი, რომელიც საკმაოდ კარგად მუშაობდა და ძალიან ბევრჯერ გამომიყენებია, მაგრამ მინდა რომ ახალი პროდუქტი დავტესტო. ამიტომ მინდა რომ შედარება გავაკეთო, ასევე ნახევარ თავს გავაკეთებ კოლოროფით, ნახევარ თავს გავაკეთებ ახალი ჩამოსარეცხვის საშუალებით. პროცედურა უნდა ჩაიაროს დაზიანების გარეშე, რადგან ბიოდახვევაა, შემდეგ კერატინია, გაუფერულებას აქ ვერ გავაკეთებ ვერანაირ შემთხვევაში, ამიტომ ჩამოსარეცხვის საშუალებით ხნიანი პროცედურა გვექნება, მაგრამ მომხმარებელს ისე უნდა რომ გავაკეთოთ. შედეგებს აუცილებლად გაგიზიარებთ. აი, ეს არის უკვე 3 ჩამორეცხვის შემდეგ, რომ დავბანეთ აი ეს შედეგი. ჯერ არ არის ბოლომდე ჩამორეცხილი თმა. აი ეს არის შედეგი 6 ჩამორეცხვის შემდეგ. ხედავთ რომ ორივე მხარე სხვადასხვა პროდუქტით ჩამოვრეცხეთ არის აბსოლუტურად იდენტური, ანუ არანაირი განსხვავება არ არის, ყველა ჩამოსარეცხი თითქმის ერთნაირად მუშაობს, ამაში მინდოდა რომ დავრწმუნებულიყავი. ანუ შედეგით კმაყოფილი ვარ, იმიტომ რომ ეხა ბევრი დასვავს კითხვას, რომ პირდაპირ გაგეუფერულებინაო ამ თმაში, ამ თმის გაუფერულება არაფრით არ შეიძლებოდა, რადგან მქონდა ბიოდახვევა გაკეთებული, მერე კერატინი და ვერ გაუფერულდებოდა ესე ჯანსაღად. ეხლა არის თმა იგივე სტრუქტურის, რაც იყო. ბზინავს კიდეც, ნახეთ როგორია ეს ბოლოები ფორიანი, იმიტომ არის რომ აქ არის ბიოდახვევის ნარჩენი, კერატინი მოშორდა და ისევ ანუ იგივე არის. ხვეულია რა. ამ შემთხვევაში ჩვენ ცოტა კიდევ უფრო ღია რიჟა გვინდა და პროცედურას უკვე საღებავი, შავი საღებავი მთლიანად ჩამორეცხილია. პროცედურას დავასრულებთ უკვე სუბუქი გაუფერულებით, რომელიც არ იქნება საზიანო ამ თმისთვის და მივიღებთ კონკრეტულ ფერს, რაც ჩვენ გვინდა. ეხლა არის 8 საათი ხდება. ეს პროცედურა ჩვენ დავიწყეთ 2 საათზე და 2 ადამიანი ვაკეთებდით, მე და ჩემი მოსწავლე და აი ამდენი საათი მოვანდომეთ და აი ჯგუფებში რომ იწერებით ხოლმე რომ დაზიანების გარეშე შავის ჩამორეცხვა გვინდა, აი ამდენი საათი უნდა ვიჯდეთ და ვიმუშაოთ. ესეც გაუფერულების შემდეგ ძალიან ოდნავ მსუბუქად გავაუფერულეთ თმა, რა თქმა უნდა ხარისხი შევინარჩუნეთ და ეხლა უკვე გადავალთ თმის შეღებვაზე. აი ესეთი შედეგი მივიღეთ დაზიანების გარეშე. ხედავთ რომ არსად არ არის დაზიანებული თმა. ბზინავს კიდეც და ძალიან რბილია თმა. ძალიან ბევრი ვიწვალეთ, რომ გამოსულიყო ესეთი შედეგი.